უკეთო მიუტევნეთ თქვენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქვენცა მამამან თქვენმან ზეცათამან. ხოლო უკეთო არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქვენმან მოგიტევნეს თქვენ შეცოდებანი თქვენი. აი, ამაზე მეტად დამდაბლება ღმერთისა თავს იმდაბლებს და ადამიანურ ენაზე გესაუბრება. ადამიანურ ენაზე. ეს მამაოჩვენოშიც არის, ხო, მოგვიტევეთ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან. თანანადებნი და შეცოდება სინონიმებად არის, ხო? რასაც აქ შეცოდება ქვია, მამაოჩვენოში თანანადებნი. ანუ ცოდვებით დამძიმებულნი ვართ რა, ეს არის ჩვენი ვალი, რომელიც უნდა გადავიხადოთ ღვთის წინაშე და მოყვასის წინაშე. და ამით უფალი გვეუბნება, გახსოვთ კიდე სხვა ადგილას იოანე მოციქული ამბობს, რომ თუ მაინც ვინმე იტყვის, არა მე ცოდვები არ მაქვს, არ მაქვს რა, არ მაქვს. ესეთ ადამიანს, ნახე ხო შეიძლება ეთქვა იოანე მოციქულს, რომ ესეთ ადამიანს ეშლება. ან ესეთი ადამიანი ცრუობს. იოანე ესე არ ამბობს. იოანე საშინელ რამეს ამბობს. ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მას ცოდვა არ აქვს, მას მატყუარად თავად იესო ქრისტე გამოყავს, ასე ამბობს იოანე მოციქული. გესმით, პირდაპირ შეურაცხყოფას აღენებ ღმერთს, რომელიც იმიტომ მოვიდა, რომ შენ გადაერჩინე და მან თქვა, რომ ყველა ცოდვილია. აი ასე ამბობს იოანე მოციქული. და ეხლა შეიძლება ჩვენ ასე დეკლარირებულად ესე არ განვაცხადებთ, მე ვარ უცოდველი, ახლა ასე თლად გადარეული უნდა იყოს ადამიანი, ასე რომ გააკეთოს. მაგრამ არ ჭირდება ამას განცხადება, უფალი მკითხულობს ჩვენს გულს. მდგომარეობა შეიძლება ჰქონდეს მასეთი, რომ შენ არც ისე ცუდი ხარ, არც ისე ცოდვილი ხარ. რამეში ვლინდება ეს, როგორ არ ვლინდება. განკითხვაში ვლინდება ეს მაგალითად. აი სხვას რო განიკითხავ, ამაში ვლინდება ეს. შენი თავი გაგჭირებია და სხვის ცოდებს ხედავ შედალოცულო. ხო, კაცმა რო თქვას, ესე არ არის? გესმით? აი ესა. ის რომ მძაფრად არ განიცდი ხსნელის საჭიროებას. მძაფრად. როგორ მძაფრად იცი? აი სასუნთქი გზები გადაგიკეტო, ხო? და რო ვეღარ სუნთქავ და ფართხალს რო იწყებ. რატო? იმიტომ რომ შენთვის ახლა არის ხსნა. ასე მძაფრად უნდა განიცდიდეს ადამიანი ქრისტეს ნაკლებობას საკუთარ თავში და ჩვენ ხო ასე ვერ განვიცდით. ანუ აი ნახეთ დაღუპვის რა არის დაღუპვა? დაღუპვა როცა ღმერთს დაკარგავ. და ქრისტიანი მხსნელია ჩვენი დაღუპვიდან. ჩვენ ხო მძაფრად. ეხლა ხო ერთმანეთს ხوار მოვაწყვილებთ. ვერცეთი ადამიანი მძაფრად თავის დაღუპულობას ვერ განიცდის. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ მაგას რო ესე განვიცდეთ, გადავირევით, ორ დღეში მოუკვდებით, რას გავუძლებთ. დიახ, გეთანხმებით. ამიტომაც ამბობენ წმინდა მამები, რომ საკუთარ თავში ჩაღმავება ესე იოლი არ არის. საკუთარი ჯოჯოხეთის ხილვა ასე იოლი არ არის, თუმცა თუ ადამიანი სწორად სულიერად ცხოვრობს და ეს ნიშნავს საკუთარ თავში უფრო მეტად და მეტად და მეტად და მეტად ჩაღმავებას, იქ ჯოჯოხეთს აღმოაჩენს რა, ეს ჯოჯოხეთი მასზე შეაძრწუნებს, მაგრამ გვაფრთხილებს უფალი. ნუ გეშინია სილვან ათონელის პირი, მაინც ამყოფე შენი თავი მაგ ჯოჯოხეთში, მაგრამ იმედი არ დაკარგო, ანუ არ შედრკე და არ დაიწყო გარეთ გამოსვლა, ისევ შიგნით, ისევ ლოცვით, ღმერთის მოხმობით, გესმის, რომ საკუთარ თავში დამარცხდეს ჯოჯოხეთი ჯერ, იქ არ აღმოჩნდა მე საბოლოო ჯამში. ხო და აი ეს საკუთარი სიმართლე ქმნის პრობლემას და თუ ადამიანი ამას კარგად ჩაუყმარდება და კარგად იფიქრებს, მაშინ მას ეიოლება სხვას მიუტევოს. იმიტომ რომ მე შენ რომ მოგიტევებ, იცით რატომ ეიოლება? მე შენაერი ვარ და ვიცი ეს. ანუ გესმით, მე თუ სულიერი ვარ, ვიდრე შენ, მით უმეტეს მეიოლება მოგიტევო, იმიტომ რომ მე შენზე ადრე მაქვს, რაც შენში ეხა გამოჩნდა, სანამ შენში გამოჩნდებოდა, ჩემში მაქვს დანახული და შენ რომ ამას აკეთებ, არ მოგიტევო, რას ნიშნავს? მეც ხო ეგეთი ვარ. ეს ნიშნავს, რომ ჩემი თავისთვის განაჩენი გამომაქვს, შენ თუ არ მოგიტევებ. ანუ მე ნახე განაჩენი რა არის? შენ არ მოგიტევებ მე. ამით ჩემს თავს უმკვევს ჟი ღმერთის გასაგონად, რომ ესე მეც არა ვარ ღირსი მოტევების, რომ მეც ხო ასეთი. ხოლო ადამიანი სანამ ფიქრობს, რომ არ არის ისეთი, როგორიც სხვა, ის ადამიანი არ იცნობს საკუთარ თავს. ეხლა ვიღაცა იტყვის, ეგ ის მკვლელია და მე ხო არავინ არ მომიკლავს, არ მოგიკლავს.
მაგრამ სული რო ერთნაირი გაქვს თუ გიფიქრი ამაზე. რამდენჯერ უნდა დაგეჭირა შენი თავი თუ არ დაგიჭერია, რომ ადამიანი არ გიყვარს, ადამიანი გძულს, ადამიანზე მრისხანებ, ადამიანზე გიფიქრე, ნეტა ეს კაცი არ იყოს საერთოდ ამ ქვეყანაზე. რამდენჯერ ყოფილა ასეთი. გესმით? ეს მდგომარეობა იგივეა, რაც იმის ოღონი იმას მეტი გასახანი მიეცა იმის შინაგან მდგომარეობას გარკვეული ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, მაგრამ შიგთავსი, ესოხერი შიგთავსი ერთნაირია. დაცემული ბუნება. ამიტომაც დიახ, ერთ-ერთი უპირველესი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ეს არის, რომ მიუტევებთ. თუ არ მიუტევებთ, არ მოგვეტევებთ.